გამარჯობა მსმენელს, მოდი ფილმების ჟანრების მერე პირდაპირ მივადევნებ და მივყვები სხვა ჩემთვის საინტერესო თემებსაც, რაზეც ლაპარაკი მინდოდა. დღეს ეს თემა იქნება სკოლაში ყოფნა, სკოლის გარემოში ყოფნა ჯობდა თუ უნივერსიტეტში, ჩემი სუბიექტური გადასახედიდან. ზოგადად ახლა საქართველოში ბავშვებს რო სკოლაში სიარული ეზიზღებათ და სკოლა ბევრ ცუდად ახსენდება, მათ შორის ახალ თაობასაც, ეგ ახალი ამბავი არ არის და ძალიან ცუდია, რომ ასე რაღაცნაირად ნორმალურად ჩაჯდა ეგ ყველაფერი ყოველდღიურობაში, რომ თითქოს ეგ ნორმაა, რომ ბავშვებს სკოლა უნდა ეზიზღებოდეთ და ცხოვრება უნდა შეზულდეთ და ყოველდღიურობა იმის გამო, რომ ყოველდღიურად რაღაც სკოლაში არიან წასასვლელები, ასადგომები და სკოლაში წასასვლელები. მე კერძო სკოლაში არასდროს მისწავლია და ბევრ ადამიანს არც ვიცნობ, რომელსაც კერძო სკოლა აქვს გავლილი. ამიტომ არ შემიძლია ასე ვთქვათ პერსპექტივები შევაჯამო, იმიტომ რომ არ ვიცი კერძო სკოლის ბავშვებს რაღაცა ცხოვრება ეზიზღებათ თუ არა სკოლაში სიარულის გამო. თუმცა ერთხელ მახსოვს ერთი ადამიანის ნათქვამი, ჩემზე ერთი წელი დიდი იყო და კერძო სკოლაში უფრო ცოტანი ვართ და ყველა რაღაცა ერთი ოჯახივით ვართო, აი ეგ რო თქვა, ეგ ნამდვილად მახსოვს. ყველა კერძო სკოლას რაღაც თავის წესები აქვს და რა თქმა უნდა, ეხა გადასახადიდან გამომდინარე, ჩვეულებრივი საშუალო კლასის ან ღარიბი ოჯახი ვერ შეძლებს, რომ ბავშვი მიიყვანოს მანდ. და იქ ცალკე რაღაცა ფორმის ფულისაც არის გადასახდელი, ცალკე ექსკურსიების, იქ რაღაცა ფოე ბუმბულიანი ბრჭყალებში ბუმბულიანი აქტივობებიც არის ხოლმე, რაღაც ბანაკებში წაყვანა და როგორც ვიცი, ავტობუსი რომ ყავს კერძო სკოლას, მაგასაც ფულის გადახდა სჭირდება, მგონი არ ვიცი, შეიძლება არასწორად ვიცი. და ცალკე ნუსწავლის გადასახადი, რა თქმა უნდა. თუ ვინმე მისმენს, ვინც კერძო სკოლაში სწავლობდა, მართლა ვისურვებდი, რომ კომენტარებში გააზიაროს თავისი გამოცდილება, იმიტომ რომ გულწრფელად მაინტერესებს. როგორ ახდენს გავლენას კერძო სკოლაში სიარული ცხოვრებაზე და ეს მერე აი ზრდასრულობაში როგორ ახსენდებათ ადამიანებს კერძო სკოლა რა, ბავშვობა კერძო სკოლაში. მე ჯერ მეოთხე კლასის ჩათვლით დავდიოდი საპატრიარქო გიმნაზიაში, რომელიც კერძოდ არ ითვლებოდა და არ ითვლება როგორც ვიცი. მაგრამ და ხო საჯარო სკოლა იყო, მახსოვს პირველ კლასში რომ ფოტო გადაგვიღეს, იმას ეწერა საჯარო სკოლა. ხო და საჯარო სკოლას ზოგადად არ ეძახიან ხოლმე, არც მაშინ არ ეძახდნენ და მეც როცა მეკითხებოდნენ, ვეუბნებოდი რომ საპატრიარქო გიმნაზიაში ვსწავლობდი და ხო როგორც ვიცი, ეგ კერძო წესით არ არის, რა ვიცი, თუ არ მეშლება. თუმცა რაღაცა კერძო წესები მოქმედებდა, მაგალითად ის რომ გოგოებისთვის სკოლაში ქვედაბოლოების და კაბების გარდა არაფერს ჩაცმა არ შეიძლებოდა და შორტი და შარვალი უბრალოდ იკრძალებოდა. ბიჭებისთვის დიდად არაფერი არ იკრძალებოდა შორტების გარდა და ტელეფონის მოტანის გარდა და გოგოებზე კაცების ცდუნება, ყურსასმენები, გამომწვევი კაბა, ის კაბაც რაც იყო, ის არ იყო საკმარისი, რომ ქვედაბოლოა კაბა იყო. იმასაც ამოწმებდნენ, რამდენად უღირსი ტანსაცმელი იყო რა. ისეთ სკოლებს, სადაც სასულიერო პირი უდგას სათავეში, ესეთ სკოლებს სამწუხაროდ ეგეთ პროპაგანდას და ესეთ საშინელ ცილისწამებას და slut shaming-ს ვერ გაექცევიან სამწუხაროდ. ძალიან აღმაშფოთებელი და გულდასაწყვეტია, რომ ბავშვებს ესეთ რაღაცებს უტენიან თავში და თან მე ყოველ ჯერზე მახსოვს, რომ რამდენჯერაც გოგოებს მიგვითითებდნენ, ასე ვთქვათ, წესიარად ჩაცმისკენ და წესიარად მოქცევისკენ, ჯერ ერთი ის ცხადი იყო, რომ საკმარისი აშკარად არ იყო ის, რომ ვასრულებდით წესს და კაბები გვეცვა. თურმე იქ გაუშვებდნენ მე რაღაცა იდიოტურ რეპლიკებს და გოდებას იმის შესახებ, რომ ქალმა საერთოდ ხმალი როგორ უნდა აიღოს ხელში, როგორ შეიძლება ხმლიანი ქალის გამოხატვა სადმე ფილმში ან სადმე, როგორ შეიძლება ყურსასმენების მოტანა სკოლაში, როგორ შეიძლება კოჭებამდე კაბის არ ჩაცმა, როგორ შეიძლება ტელეფონი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს და კიდე სხვა რაღაცებსაც ისეთ შემთხვევებშიც, როცა ბიჭები გოგოებს რამეს ტკენდნენ ან აწვალებდნენ ტირილამდე, ბიჭების თვალწინ გვეუბნებოდნენ ყოველთვის, რომ უნდა გაგვხარებოდა ეგეთი მოპყრობა და იმასაც ბიჭების თვალწინ გვეუბნებოდნენ, რომ წვივებს ზემოთ კაბა ქალისთვის უღირსი იყო და სხვანაირად უნდა ჩაგვეცვა. გარდა ამისა, საპატრიარქო სკოლაში ჩემთვის
ესე ვთქვათ, ყოველ დღეს, როცა სკოლაში მივდიოდი, ჩვეულებრივი დღის ნაწილი იყო დილის ლოცვის წაკითხვა, სწავლის დაწყების წინ ლოცვის წაკითხვა და როცა გაკვეთილები მორჩებოდა, მერე სწავლის შემდგომი ლოცვის წაკითხვა. და რა თქმა უნდა, კაბის სიარულიც. ახლა კაბები მე შარვლებზე მეტად მიყვარს, მაგრამ ეს როცა დაძალებულია და რაღაცა იძულებითი წესის და რა ქვია, იქიდან გამომდინარე ხდება, რომ ზნეობრივად ვინმეს ფეხი არ აუცდეს და ამიტომ გაიძულებენ მაგ წესის დაცვას. დაძალებული, რა ვიცი, ისლამში ჰიჯაბიც კი არ შეიძლება და ქრისტიანობაში რატო შეიძლება დაძალებული თავსაფარი და კაბა, ვერ ხვდები მაგას, მაგრამ ეს განსაკუთრებით რა ქვია, ზნეობის დასაცავად ხმალამოღებული ხალხი მაგას ვერ გაიგებს, ცხადია. და განსაკუთრებით აგრესიულებიც ყოველთვის ეტყობათ ეგეთ უფროსებს, აი გოგოებს როცა ელაპარაკებიან, როგორ ალმაცერად უყურებენ, როგორ მუდმივად ჩასაფრებულები არიან, რომ ვინმეს ფეხი გადაუბრუნდეს, ფეხი აუცდეს და ადამიანური წვრილმანიც რო შეგეშალოს, მაგაზეც პირდაპირ ჩხუბს და ყვირილს იწყებენ. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ფაქტია, შეიძლება სექსისტურადაც ჟღერდეს, მაგრამ ცნობილი ფაქტია, რომ ბიჭებს აღზრდის გამო, როგორც არიან წახალისებულები, უფრო მეტი საშინელი რაღაც შეიძლება ჩაიდინონ ფიზიკურად, მეტი ჩხუბიც არის მან, დარტყმაც არის, გოგოების წვალება და გოგოებისთვის ტკენაც არის, მაგრამ რაღაცა ისეთი მსუბუქი საყვედურების გარდა დიდად მაინც და მაინც არაფერს არ ეუბნებიან ხოლმე და ზოგი სასულიერო პირისთვის და ეგეთი სკოლებისთვის, რომლებიც რელიგიაზეა დაფუძნებული, ეს უფრო სწორედ რაღაცა რელიგიური ფუნდამენტალიზმია საფუძველი, გოგოების ქცევებზე უფრო ჩასაფრებულები არიან, რომ ვინმე მწითელ ხაზებს არ გადააბიჯოს, მოკლედ. საჯარო სკოლაში რომ გადავედი, მაგას მივხვდი, რომ და საჯარო სკოლა დავამთავრე, მაგას მივხვდი, რომ ახლა ჩემთვის რეალობა გარკვეულწილად შეიცვლებოდა იმ მხრივ, რომ შემეძლო თუ მინდოდა კაბა ჩამეცვა, თუ მინდოდა შარვალი. ასევე ისიც შეიცვალა ჩემს ყოველდღიურობაში სკოლაში, როცა მივდიოდი, რომ ლოცვას აღარ წავიკითხავდით დილას, არც სწავლის დამთავრების ლოცვას და სხვათა შორის საპატრიარქო გიმნაზიაში რო ვიყავი, პერიოდულად ტარდებოდა ხოლმე ესე თქვათ ჯანმრთელობის პარაკლისები და იქ ვინც ვიყავით ბავშვები, ყველა სახელს წერდნენ და ჩვენ მოდ აუცილებლად დავსწრებოდით ამ პარაკლისს. აქედან ახლა რაც ჩამოვთვალე, რა წესებიც იქ მოქმედებდა გიმნაზიაში, ჩემთვის უარყოფითი არის მხოლოდ ტანსაცმელზე ესე თქვათ რაღაცა ეს მკაცრი დრესკოდების შემუშავება. იცით კიდე რა არის, რომ კერძო სკოლებში თუ არის ის წესი, რომ ყველას უნიფორმა უნდა ეცვას, ამ გიმნაზიაში მარტო გოგოებზე გათვლილი შემზღუდავი წესი იყო და თუ ასე ვთქვათ, რაღაცა ზნეობრივად ჩაცმაზეა თუ როგორც არის კდემამოსილად შემოსვაზე თუ არის ლაპარაკი, მაშინ ბიჭებისთვისაც რამე წესი უნდა არსებულიყო, ну როგორც თქვი, ეკლესიაშიც იგივე წესი მოქმედებს მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომ კაცის შორტებით შესვლა უფრო ისეთია, წარბს აგიწევენ რა. და დანარჩენი ძირითადად ყველა წესი ქალებს მიემართება ხოლმე, იმიტომ რომ თავიდანვე ყველა წესში ისედაც გულისხმობენ, რომ კაცი არც ფრჩხილის ლაქს არ წაისვამს, არც სამკაულს არ გაიკეთებს ბევრს, იმიტომ რომ გეი ხო არ არის, არც ვარცხნილობას არ გაიკეთებს, არც ზურგამოღებულ ტანსაცმელს არ ჩაიცვამს, არც პომადას წაისვამს. და მოკლე კაბაზეც პრობლემა არ იქნება, მთავარია შორტი არ ეცვას და ამიტომ რა თქმა უნდა, ყველა შემოგედავება და გეტყვის, რომ დიახაც ქალებზე მოქმედი წესებია, იმიტომ რომ ქალები უფრო რაღაცა ამაო ქცევებს არიან გადაყოლილები და ასე შემდეგ რა. ამიტომ ჩემთვის ესე თქვათ, ლოცვას რო ვკითხულობდით, ეგ იძულებით გაკეთებული ჩემთვის არასდროს არ ყოფილა. ნეიტრალურად შევხედე ორივე ცვლილებას, შარვლის ჩაცმის შესაძლებლობას საჯარო სკოლაში და ლოცვების არ წაკითხვას. ხო, მე მარტო აი ამ რაღაცა კდემამოსილად ჩაცმის მოთხოვნაზე მაქვს უარყოფითი დამოკიდებულება რა. და ჩემი ძველი კლასელები იქიდან რომ შემხვედრიან ბევრი წლის მერე, იმათ მოუყოლიათ, რომ რაღაცნაირად უარესი გახდა ეს შემოტევები და ეს თითის დაქნევა და
რაღაცა აღშფოთებული სიმკაცრე გოგოების ჩაცმულობაზე და იმათ მითხრეს, მომიყვნენ, რომ ესე ცალკე დაუბარებია სასულიერო პირს გოგოები შეუკრებია ერთად და პირდაპირ მიუხლია არაშუწლოვანი ბავშვებისთვის, თქვენ იმიტომ იცვამთ მოკლე კაბებს, რომ გინდათ კაცები აცტუნოთ. რაც არის იმდენად ამორალური საქციელი, წესით ეგეთი ზედამხედველიც, აღმზრდელიც, ვისაც ბავშვები ყავს ჩაბარებული, წესით ეგეთი რამის თქმის მერე ბავშვებს აღარც უნდა გააკარო, მაგრამ მონოპოლიას რო ხელში ჩაიგდებენ, სამწუხაროდ მერე იქ ფეხის შედგმა და რაღაცების შესწორება შეუძლებელია, განსაკუთრებით კიდე გააჩნია ვინ მფარველობს ეგეთ ხალხს. რაც შეეხება სულ ტანსაცმელზე რო არ ვილაპარაკოთ დრესკოდზე, რაც შეეხება საჯარო სკოლას, ჩემთვის ჩემ მიმართ რა დამოკიდებულებებიც ჰქონდათ. საჯარო სკოლაში ყოფნა გაცილებით უკეთესი იყო, უფრო რაღაცა ადამიანურად და წესიერად აღქმულად უგრძნობდი თავს შედარებით, რა თქმა უნდა, საპატრიარქო გიმნაზიასთან შედარებით, იმიტომ რომ იქ იმდენად, ესე ვთქვათ, გაბრაზებულები იყვნენ ხშირად ჩემზე, რომ მე ინტროვერტი ვიყავი და თუ არ მინდოდა შეიძლება ბავშვებთან არ მეთამაშა, რომ ჩემგან რაღაცა მონსტრი გამოყავდათ, რომელიც იყო ზედმეტად გულჩათხრობილი. ერთხელ მახსოვს, მეორე კლასში ჩამოწერეს ყველას დამახასიათებელი თითო სიტყვა დაფაზე და ყველა ძირითადად დადებითი ან ნეიტრალური ესე ვთქვათ, ზედსართავის სახელებით იყო დახასიათებული და ჩემი გვარის გასწვრივ ეწერა მარტო ბუტია და არც კი მორიდებია არავის, რომ ესე დამანახეს ჩემზე რას ფიქრობდნენ რა, ესე იგი ერთი სიტყვით განვისაზღვრებოდი მაგათთვის. თან თვითონ იყვნენ ის ტიპები, რომლებიც რო გაგესაჩივრებინა რამე და რამეზე რო გეჩივლა და უკმაყოფილება რო გამოგეთქვა, აქეთ გეტყოდნენ, რატომ იაქცია ყურადღება, რატომ მიიტანე ახლოს გულთან, შენთვის რა მნიშვნელობა გვინ რას გეტყვის და როგორც ჩანს მაგათთვის უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვიზე რას იფიქრებდნენ და სხვათა შორის გიმნაზიაში ბევრად ძალიან და უფრო მეტად გამძაფრებული იყო ის მომენტი, რომ მუდმივად ცდილობდნენ ბავშვებისთვის, ყველა ბავშვს რაღაცა იარაღი ქონოდა მიწებებული. რაღაცა ყველას დახასიათება ერთი სიტყვით ყოფილიყო შესაძლებელი და მაგის გამოძახილი იყო ზუსტად ეგ. მიუხედავად იმისა, რომ იგივე გულჩათხრობილობის და მოსმენის უნარის და სიჩუმის გამო ხშირად მაქებდნენ კიდეც, აი რა კარგი მოსმენის უნარი გააქვს, რაღაცა შენთან ადამიანი დაისვენებს, ვიცით რომ გაკვეთილს არ ჩაშლი და გაკვეთილზე არავის არ დაელაპარაკები. იგივე თვისებები შეეძლოთ აეღოთ და შემოეტრიალებინათ ჩემ წინ აღვდე, გოღონდ ძალიან საყვედურიანი ხმით, რომ როგორ ბედავდი მე, რომ ასეთი ზედმეტად ჩაფიქრებული ვიყავი და ასე შემდეგ რაღაცა მსგავსი სისულელები, რომელიც აი სრულიად გაუგებარი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ეს თვითშეგრძნება და იდენტობა ყოველთვის რაღაცა გამძაფრებულად მქონდა ამის შეგრძნება და ყოველთვის ცნობიერად ვიცოდი მე რას წარმოვადგენდი და სულ ჩემ თავთან სულ საუბრობდი და სულ ჩამოვთვლიდი ხოლმე რა თვისებები მქონდა, როგორი ვიყავი და ჩემი ინტერესები და ჰობებიც ყოველთვის მაინტერესებდა, ესე ვთქვათ, ჩემი ადგილი სამყაროში ვიცოდი რა და სხვაობა ეგ სამწუხაროდ ვერ გაიგეს. აი ეს ვერ გავიგე და ვერ დავამუღამე ეს მარიამი ვინ არის, მაგის გამოძახილი იყო მთელი 4 წლის განმავლობაში გიმნაზიაში ის, რომ ისეთ საგნებშიც კი რაში მუდმივად 9-ს და 10-იანს ვიღებდი, მე-4 კლასის ბოლოს და ეს გავიგე მაშინ, როცა აი ახლა უნივერსიტეტი რო დავამთავრე, მაშინ გავიგე, მანამდე არ ვიცოდი, თურმე ესეთ რაღაცებს რომ ამბობდნენ ჩემზე, რომ თურმე ჩემი 10-იანებიც კი უკვირდათ ეს, აი იმეცადინე, თავი მიარტყი რამეს და ტვენი გაგეხსნა თუ აი როგორ მოახერხა რომ მიიღო საკონტროლო დამიწერა კარგად, აი მე მეგონა უნიჭო იყო, იმიტომ რომ ჩუმია და აი როგორ ახერხებ, აი იცი, წერა კითხვა იცი, აი არსებობ, მოსმენის უნარიც გააქვს, აყურებიც გააქვს, კითხვა იცი, აი ესეც დონეზე გადადიოდა თურმე ეს დამოკიდებულება და თურმე რასაც პირში მეუბნებოდნენ, რასაც ჩემზე ჭორაობდნენ სისულელეებს, ორი იმდენი სისულელეს თურმე ზურგს უკან ამბობდნენ და მე მაქვს უფროსებზე ლაპარაკი. სამწუხაროა, უფროსებს როგორ შეუძლიათ ბავშვების წაქეზება და წახალისება, ესე ვთქვათ, იარლიყების მიწებებისკენ და მანდ ძალიან გამზაფრებულად იყო ეგ მომენტი. აი მუდმივად, აი ისიც კი არ შეიძლებოდა, რომ მაგალითად მათემატიკაში ან რომელიმე საგანში დავალებას თუ ვერ გაიგებდი და ცარიელ ადგილს გამოტოვებდი, იმიტომ რომ გაკვეთილზე თუ გაიგებდი ჩაგეწერა. მაგის გამო მახსოვს ერთი ბავშვისთვის 8 კი აქვს ჩარტყმული მასწავლებელს და აი
მუდმივად ჩასაფრებულები იყვნენ, რომ რაღაცაზე ეყვირათ, აი, გალობის გაკვეთილი რო გვიტარდებოდა, გალობის რვეული რო აქვს მოტანილი და ტექსტი რო აქვს გალობების და ხალხური სიმღერების ჩაწერილი, მაგაზე ყვირილი, ფანჯრების ზრიალი რაღაცა საკლასო ოთახის დაქცევა, მუშტის ბრახუნი მაგიდაზე, აი, ესეთი ისტერიკა შეიძლება და კიდე პლუს ორიანის დაწერა. რა უფლებით არ მოიტანე გალობის რვეული, რომელშიც ტექსტს იწერ. აი, ყველა იყო აი ნერვებზე, აი ბაღიდან ახალ გამოსულ ბავშვს ეგეთი მასწავლებლები პატარა ბავშვებს სკოლაში რატო უნდა დახვდნენ, ვერ ხვდები. განაიხ დიდი ბავშვებისთვის შეიძლება ყვირილის მოსმენა, მაგრამ აი ეს დანევროზებული და წნევიანი კლიმაქსიანი მასწავლებლები როდემდე უნდა გვესხდნენ თავზე, ჩემამდე არ დადის და სამწუხარო ის არის, რომ ზუსტად ეგეთ მასწავლებელს აქეთ-იქიდან იმდენი ვიღაც შეიძლება მფარველობდეს ზემოდანაც ბრჭყალებში. და კიდე ბევრი რამე არ ვიცი, მან რა ხდება და ასე შემდეგ ხანდახან რაღაცა ინტერვიუებს და სტატისტიკას და კვლევებს რო აკეთებენ, ანონიმური ინტერვიუებიდან ვიგებ თურმე სინამდვილეში აი ამ სკოლებში მასწავლებლების ამბებში რა ხდება რა. და აი 6-7 წლის რო ხარ, მით უმეტეს საიდან მიხვდები მაგას. რაცა მუდმივად როგორი დაუსჯელობის სინდრომით ზოგადად არის საქართველოში. აი იგივე გადადის ამ რაღაცა აღმზრდელებზე, ბავშვები ვისაც ყავს ჩაბარებული, განსაკუთრებით მაშინ, აი რაც უნდა გითხრან და გიქნან, არავინ არც ერთი უფროსი და არც ერთი აღმზრდელობითი ფუნქციის მქონე ადამიანი არ ისჯება არასდროს რა. რაც შეეხება მეორე სკოლაში რო გადავედი, იქ რა ხდებოდა, უფრო ნაკლებად, მაგრამ მაინც თითქმის ბოლომდე გააყვა ჩემ არსებობას შლეიფად ის, რომ ვერ გავიგე ვინ არის, ვერ დავამუღამე რანაირია, რატო არ ცდილობს სხვებთან კონტაქტს, მიუხედავად იმისა, რომ მე აუცილებლად ყოველ წელს და ყველა კლასში იყო რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც მუდმივად ველაპარაკებოდი, რომლის ხუმრობებზეც ვიცინოდი და ისინიც იცინოდნენ ჩემ ხუმრობებზე, ვინც მე მაინტერესებდა, ვინც მე მომწონდა, ყველასთან ვცდილობდი ყოველთვის ურთიერთობის აწყობას და ესე მორცხვი და კუთხეში მიმჯდარი არასდროს არ ყოფილა. ჩემ თავს ნამდვილად არ დავახასიათებდი როგორც მორცხვს, იმიტომ რომ განწყობის მიხედვით და კიდე პატივისცემით მევყრობოდნენ თუ არა, მაგის მიხედვით ვეურთიერთებოდი ხალხს. მაგრამ ეს ბევრისთვის დღემდე არის გაუგებარი. აი ინტროვერტი ვინც არის, იმას ეცნობა განსაკუთრებით ეგ დამოკიდებულება. ჯერ ერთი შენ და პლუს ზემოდან თუ დაამატებ რომ ჰიპერსენსიტიურიც ხარ აღქმით, ნერვული სისტემით და ასე შემდეგ. ყოველთვის სხვანაირად იგებენ შენ ნათქვამს, ქცევებს, შენს მარტო ჯდომას, საკუთარ თავში ჩაღრმავებას და რაღაცებს. და აქაც მეორე სკოლაშიც გაგრძელდა იგივე მომენტი, რომ შეეძლოთ კარგადაც დავეხასიათებინე იმის გამო, რომ მოსმენის უნარი მქონდა და სხვებთან შედარებით ჩუმი ვიყავი და მეორე წუთში შემოაბრუნებდნენ და თუ იმ დღეს წნევა ქონდათ ოდნავ მაღალი ორი ერთეულით, იტყოდნენ რომ რა უბედურება ამდენი სიჩუმე, გადი ბავშვებს ეთამაშე, რაღაცა აი იგივე პოლიციაში რომ საწინააღმდეგოდ გიბრუნებენ, რასაც იტყვი შენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, ეგ დამოკიდებულება იყო ზუსტად და აი ესეთ რაღაცებს რო ამბობ სხვა ბავშვების წინ, რომლებიც ჯერ არ არიან ჩამოყალიბებულები, რაღაცა ბევრი რამე ეშლებათ ურთიერთობებში და ასე შემდეგ, არ უნდა მოასმენინო ეგ, იმიტომ რომ აუცილებლად გაიმეორებენ და დაიმახსოვრებენ რა. აი ჩემთვის რამე სისულელე თუ ვთქვამთ ბავშვებს, ძირითადად 90% უფროსების წახალისებული და უფროსების მოწებებული იარაღი ყოფილა, რაც აი ძალიან სამწუხარო და ძალიან იმედგაცრუებული ვარ დღემდე მაგითი. და მე კიდე რაზე ვლაპარაკობ და რა მეთქმის, სხვებს საერთოდ რა მეტსახელებს, ჩემთვის მეტსახელი მაინც არ შეურქმევიათ და სხვებს თუ ჭაბწონიანობის გამო არ მოსწონდათ ვინმე, თუ სიმაღლის გამო არ მოსწონდათ ვინმე, არ იყო საკმარისად მაღალი, ძირითადად გარეგნობაზე რაც ჰქონდათ გარეგნული მახასიათებლები ამორჩეული, რაიმე ისეთი თვისების გამო ისეთ მეტსახელებს ეძახდნენ და ისეთი რაღაცების გამო შეიძლება დაერტყათ განსაკუთრებით ბიჭებისთვის ბიჭებს, რომ მე საერთოდ რაზე ვლაპარაკობ და რა მეთქმის, მაგას ეგეთ ბულინგს მაინც ვარ გადარჩენილი. რაღაც მომენტში ვინმე იტყვის,
იმიტომ ხო არ ამბობენ შენზე რაღაცა გამაკრიტიკებელს, რომ მართლა ცუდი თვისება და ნაკლი იმდენი მაქვს და ისეთი ამპარტავანი ვარ განსაკუთრებით, აი რავი, 1-20 ადამიანი რომ დამიყენო გვერდზე, იმათ შორის ყველაზე ამპარტავანი და თავში ავარდნელი მე აღმოჩნდები, მაგრამ საქმე ის არის, რომ იმდენად არავისთან არ დავახლოვებულ ვარ და ყოველ შემთხვევაში მეგობრები რომ მყავდა, იმდენ ხანსაც არ გაგრძელებულა ეგ ურთიერთობა, რომ აი ჩემი ცუდი თვისებების გაგება შეძლებოდა ვიღაცას ვინმეს ხო უნდა დაუახლოვდე და ხო უნდა გაიცნო წესიერად, რომ იცოდე სინამდვილეში ცუდი და კარგი თვისებები რა აქვს. ახლა ესე ყველა ახლოს როგორ მოუშვა მარტო იმიტომ, რომ ჩემზე ცუდი არ იფიქრონ და რაღაცა რა ქვია, ერთმანეთს არ ეჭორავონ კედლის მიღმა რა, რომ თურმე რაღაცნაირი ვარ და ჩემი გაგება შეუძლებელია. საქმე ხო უნდა მივიდეს იქამდე, რომ ვიღაცამ გამიცნოს წესიერად და ეგ მინდოდა მე ყოველთვის, აი რამდენი წლისაც უნდა ყოფილიყავი, 4 წლის, 8 წლის, 15 წლის, ახლა 25 წლის ასაკში არ შემცვლია ეგ დამოკიდებულება, ერთნაირად ვარ მუდმივად მოწყობილი მთელი ცხოვრების განმავლობაში. მე მინდა რომ როგორც მე აღმიქვამდნენ ისე რა ცუდი და კარგი თვისებებით და ინტერესებით და მთელი პიროვნებიანად, იგივე მინდა მეც რომ სხვასაც ვიცნობდე და ერთმანეთს რაღაცნაირად მოწყვლად მდგომარეობაშიც ვუშვებდეთ ახლოს. მეგობარი იქნება ეს თუ არ ვიცი ვინ, სისხლით ნათესავი და ოჯახის წევრი. ხო და მაინც იმიტომ რომ ახლოს არავის არ უცდია წესიერად ჩემთან დაახლოება და მუდმივად რასაც გარედან დაინახავდნენ იმაზე აკეთებდნენ დასკვნებს, მაინც გამოდიოდა რომ რაღაცებს აჭარბებდნენ, აკეთებდნენ სასწრაფო დასკვნებს და სასწრაფოდ ვარაუდობდნენ რაღაცებს, აი განსაკუთრებით უფროსებს ეტყობოდათ ხოლმე, რომ ძალიან ჩქარობდნენ შენთვის რაღაცა სახელი დაერქმიათ ერთი დამახასიათებლით რა, რომ ადვილად შეძლებოდათ მერე შენზე ლაპარაკი და შენი აღქმა, ასე ვთქვათ რა. აი ძალიან ცუდია ესეთი ერთუჯრედიანი ხალხი რო არის დღემდე და ვიღაცებს ცხოვრებას რო აძულებენ მართლა. არ შეიძლება ესეთ ფორმატიულ წლებში ასეთი ვითომ გამოცდილი, მაგრამ ამ დროს სრულიად გამოუცდელი და ადამიანის ხასიათის არ მცოდნე ხალხთან აი კონტაქტის სიახლოვე ბავშვების რა. რაღაცა რაც იყო და რაც გარედან მოეჩვენებოდათ, აი შეშინებულები რომ მიიჭეჭყებოდნენ კუთხეში, რომ შემთხვევით არ შევხებოდი და არ დავლაპარაკებოდი თუ რაღაცა სისულელებს თხზავდნენ და მერე აბუქებდნენ რა. ხანდახან ისეც ყოფილა, რომ გამოუცდიათ ჩემი ისეთი თვისებები, აი ამ ბევრი დაკვირვების სულ რაღაცა გამადიდებული შუშით ყურების მერე, რომ მე არც ვიცოდი თუ ჩანდა. ხო და განსაკუთრებით აი ვერაგები და მანიპულატორები ვინც არიან, ეგეთ ადამიანებს სამწუხაროდ აქვთ ესეთი თვისება, რომ იმდენ ხანს შეუძლიათ გაკვირდებოდნენ და იმდენი ინფორმაცია მოაგროვონ შენზე ჩუმჩუმად, რაღაცა, არ ვიცი, რაღაცა რეპლიკების გადმოგდებით, შენი სპეციალურ დანკენსზე წამოგებით და ასე შემდეგ, რომ და იმდენს გაანალიზებენ, რომ ესე ვთქვათ, შენს მეგობრებზე მეტად ტერი შეიძლება უფრო კარგად გიცნობდეს რა, რაც მე მგონი ზოგადად ისედაც ეგრეა, მაგრამ ვერაგ და მანიპულატორ ადამიანებს განსაკუთრებით აქვთ ეგ თვისება და უფრო შეუძლიათ მაგის კეთება. სამწუხაროდ, როცა ვიღაცისგან დაცვა დამჭირვებია და არც ისე იშვიათად მომხდარა ეგ, ის ხალხი, რომლებიც ზუსტად სიჩუმის, რა კარგი ბავშვი ხარ, მე ბრჭყალებში კარგ ბავშვებში ვითვლებოდი და რა თქმა უნდა ეგ რაღაცა პედესტალზე აყვანა და ეს გვირგვინი და რეგალიები ყოველთვის პირობითია ესეთ ციხის მაგვარ დაწესებულებებში, სადაც არ იცი როდის დაგიდებენ ფეხს. ზუსტად იგივე ხდებოდა ბრჭყალებში ცუდ ბავშვებს, რომლებიც ესე ვთქვათ ამოჩემებულები იყვნენ რა. ამოჩემებული შეიძლება ყოფილიყავი იმის გამო, რომ ბრჭყალებში კარგი ბავშვი იყავი, სტერეოტიპული კარგი ბავშვი, ან ბრჭყალებში სტერეოტიპული ცუდი ბავშვი. სხვებზეც იგივე შემიჩნევია, რომ სხვათა შორის ერთი ისიც უნდა აღვნიშნო აუცილებლად და ხაზი უნდა გაუსვა, რომ სადაც ვიყავი ამ სკოლაში, რომელიც დავამთავრე, მაგას გამოვყოფდი ნამდვილად, რომ ზოგ მასწავლებელს ქონდა მეგობრული დამოკიდებულება ბავშვებთან. ხანდახან ცოტა ზედმეტის მოსდიოდათ ამ მეგობრული დამოკიდებულების გამო, ზედმეტი, ესე ვთქვათ, კოჭის გაგორებას რო ეძახიან რა. და რაღაცა ზედმეტად აი
იმიჯი რო არ შელახვოდათ და ბავშვებს ცუდი რო არ ეთქვათ მათზე და რო ეთქვათ რა კარგი მასწავლებელია, რამდენის უფლებას გვაძლევსო, უფრო ამის გამოც რაღაცა სუდათმობებზე წასვლა, სულ რაღაც ანგარიშის გაწევა და ასე შემდეგ, რაც ხო, ასევე ეგ დამოკიდებულება ზედმეტში გადავიდა, თუმცა სხვები რასაც ყვებიან თავის სკოლებზე და რა ამბებიც მომისმენია ზოგადად, მაგათთან შედარებით ნამდვილად გამიმართლა, იმიტომ რომ იყო მაინც ეს პატარა რაღაცა community, ბოდიში რო ვერ ვთარგმნი, ასე ვთქვათ, ზუსტი შესატყვისი ვერ მოვძებნე ჯერ მაგ სიტყვის, რაც ხო თავისთავად კარგია, ნუ ეს სიტყვაზე გამომივიდა, რომ გეგონება სიტყვაზე ვთქვი, რაც თავისთავად კარგია ის, რომ ესე რაღაცნაირად შეკავშირებულობა არის, ცოტა მეტად სხვა სკოლებთან შედარებით. თუმცა ეს სტერეოტიპიზაცია სამწუხაროდ არ დამთავრებულა რა. აი სანამ მე-11-მე-12 კლასში არ გადავედი, თუ ვინმე ძველი ნაცნობი მისმენს ეწყინოს ვისაც უნდა, არ შემიმჩნევია, რომ ცოტა დაღვინდა ხალხი რა. აი სანამ მართლა პირდაპირ მნიშვნელობით 17-18 წლისები არ გახდნენ, ვიღაცები უბრალოდ ვერ დაწყნარდნენ. და ერთ რაღაცასაც უნდა გავუსვა კიდე ხაზი. ესეც შემიჩნევია, მე ახლა იმდენი დრო მქონდა ყოველთვის და იმდენს ვფიქრობ და იმდენს ვათვალიერებ გარემოს და შევისწავლი, რომ მაგის დრო ნამდვილად მქონდა ყოველთვის, ვინ დამიშლიდა ფიქრს, ჩემი ერთ-ერთი ჰობია. მაგას დამკვირვები რომ ნამდვილად რომ ვიღაცები როცა თავის მეგობრებთან ერთად არიან და იმ ჯგუფთან, რომელსაც დიდი ხანია დაუახლოვდნენ, აი ისე შეუძლიათ გაქაჯდნენ, რომ ვეღარ დააკავებს პოლიციის კორდონიც რა. აი მარტო აი ფიზიკურად არ ვამბობ, ფიზიკურად რო რამექნა, ირბინონ და თავზე დაიმხონ ყველაფერი. ვერბალური შეურაცხყოფის მხრივად სხვათა შორის თავისი მეგობრების გვერდზე რო არიან, ესე გონია რომ რაღაცა შეისუნთქეს თითქოს რა და სხვანაირად იქცევიან და მაგ აღმოჩენამ განსაკუთრებით დამარტყა თავში, აი ესე ნელ-ნელა სკოლის დამთავრებისკენ რომ მივდიოდი, მაშინ დაუკვირდი, იმიტომ რომ მაშინ უფრო გამოკვეთილად დავინახე ეგ ვიღაცების ქცევაში რა. უფრო ადამიანურად აღმიქვამდნენ და ადამიანურად მელაპარაკებოდნენ, სხვებსაც 1-2-ს, რომელიც ცოტა ესე ვთქვათ, მიჩმორებული იყო სხვებისგან, სრულიად უსამართლოდ. მაგას დაუკვირდი ნამდვილად, რომ ერთ-ერთზე პირისპირ თუ რამე აქტივობა იყო ან რაღაცას ეთამაშებოდნენ ერთმანეთს, რაღაცაზე თუ დაილაპარაკებდნენ, ერთ-ერთზე იყო ეგ შესაძლებელი, აი ის ვიღაც, რომელსაც აშკარად ეგეც შევამჩნიე, ძალიან ეშინოდა, რომ მეგობრების ჯგუფის გარეშე არ დარჩენილიყო და არ ეთქვათ მარიამს გავსო, ანუ მე, ძირითადად რაღაცა გამაფრთხილებელი ნიშანებით ვიყავი ბევრ გარემოში, ყველასთვის, იმიტომ რომ ვერაფრით ვერ წარმოედგინათ მარტო როგორ ვძლებდი და ეგრეთ წოდებული საუკეთესო მეგობრების გარეშე რაღაცა ძალიან აი არ მიყვარს ეგ ესე ვთქვათ სიტყვად შეთანხმება რა ვინც გულწრფელად ეძახის თავის მეგობრებს საუკეთესო მეგობრებს იმიტომ რომ მართლა საუკეთესოები არიან იმათ არ ვეხები არანაირად და არ მაქვს უფლება რომ ვინმეს დაუშალო მაგის გამოყენება მაგრამ ხანდახან ხალხი საუკეთესო მეგობარს ეძახის იმას ვინც მათი ერთადერთი მეგობარია და ეგ ძალიან უცნაურია რა ხო და აი ეგ ნამდვილად მაქვს შემჩნეული რომ აი რაც ეხლა წეგან ვახსენე მაგის გარდა ის რომ თუ თავის ჯგუფთან ერთად იყვნენ აი ეგეთი ხალხი ქუჩაში მარტო გავლილიც კი არ მინახავს და სახლში მარტო წასული მუდმივად ვიღაცასთან ერთად იყვნენ თუ მეგობართან ერთად არა უბრალოდ სკოლელთან ერთად იყვნენ ან ეზოს მეგობართან ერთად ან მეზობელთან ერთად აი მარტო არ მინახავს ზოგი ადამიანი რაც აი ჩემთვის ვიღაცისთვის ის თუ არის უცნაური მე რანაირად ვიყავი ყოველთვის მარტო ჩემთვის ის უფრო გაუგებარია სულ ხალხში და კამპანიაში როგორ უნდა იყო მოქცეული ესე მე-11-მე-12 კლასში მივხვდი რომ უფრო ხშირად მომართავდნენ როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და აღიქვეს რომ მეც ადამიანი ვიყავი ჰუმანოიდი და არა რაღაცა უცხო პლანეტელი და ისიც უნდა ვთქვა აუცილებლად რომ ჯერ ერთის რომ იმედგაცრუებული ვიყავი აი არ არსებობს რომ ეგ ვერ აღვიქვა ხალხის დამოკიდებულება სულ რომ თავისთვის ჭორავდნენ და მე არ ვიცოდე ჩემზე რას ამბობდნენ დამოკიდებულებით და ენერგეტიკით მაინც მივხვდები ასე ვთქვათ განწყობას რა არ არსებობს რომ ვერ მივხვდე ხო და მე უფრო ხშირად გამოვდიოდი ჩემი კომფორტის ზონიდან რომ სხვებს დავლაპარაკებოდი და სხვებთან მიკონტაქტა ვიდრე თვითონ გამოდიოდნენ
თავის კომფორტის ზონიდან, იმიტომ რომ როგორც ვთქვი, ყველა ასე ვთქვათ, სულ დაჯგუფებული იყო. ეხლა ეგ ყველგან ეგრეა, ადამიანებს ზოგადად ჩვევიათ, რომ ეს სოციოლოგიაშიც ეგრეა, რომ სამკაციანი ჯგუფები ან ორკაციანი ჯგუფები მაინც აუცილებლად იქმნება თუნდაც უცნობებს შორის რა. ხო და დაჯგუფებაში არ არის პრობლემა და ურთიერთობის სურვილში. აი, აშკარად ემჩნეოდა ზოგს, კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ ძალიან ეშინოდა მეგობრების გარეშე დარჩენის. რომ ვიღაცას მუდო არ დაეძახა, რომ ვიღაცას მარტოსული არ დაეძახა მათთვის. რაც ნუ ახლა ჩემი გადასახედიდან მით უმეტეს შეურაცხყოფელია რა, იმიტომ რომ მარტოსულობა და მარტო ყოფნის სიყვარული არის ძალიან განსხვავებული რაღაცეები. ორივე ერთადაც შეიძლება რომ იყო, მაგრამ თუმცა მე მარტოსული არასდროს არ ყოფილი ვარ. აი, რაზეც გინდა დამიდეთ ხელი და დავიფიცებ, რომ მოწყენილიც კი არასდროს არ ყოფილი ვარ და მარტო არასდროს არ მიგზნია თავი, მიტოვებულად მით უმეტეს და არც მიტოვების შიში არ მაქვს და მიუხედავად მთელი ამ წლების, მთელი რაღაცა 12 წლიანი ოდნავი გარიყვის მიუხედავად და ჩემი და იმის მიუხედავად კიდე რომ ხალხმა ვისთანაც ერთადაც ამდენი ხანი ვიყავით, ამდენი ხანი გავატარე, მაინც ვერ გამიცნეს წესიერად. მაგის მიუხედავად ჩემთვის თვით შეფასებას არაფერი არ მოსვლია და არაფერი არ დამართნია რა. სკოლას ერთი ცუდი ქონდა, რაც უნივერსიტეტისგან ჩემთვის პირველ რიგში მე რომელ უნივერსიტეტებშიც ვისწავლე გამოარჩევს ის, რომ რაც უნდა გეთქვა, მე ვიყავი ეს თუ სხვა. აი ძალიან ცუდად თარგმნიდნენ და გადაბრუნებულად იგებდნენ რა. აი ერთი წინადადება შეიძლება რაღაცა წყობით გეთქვა და გაიმეორებდნენ ამ წინადადებას, როგორც საერთოდ სხვა შინაარსის მქონეს და საერთოდ სხვა სიტყვებით. აი ძალიან უცნაურია ეგ და ეგ პირველ რიგში მოწმობს, აი რო ამბობენ რა ცუდია, რომ ქართულ სტუდენტებს და მოსწავლეებს ტესტების მიხედვით წაკითხulis გააზრების ის არ აქვთ უნარიო და მოსმენის გააზრების უნარი. აი მე მგონი პირველ რიგში მანდ ჩანს რა, იმიტომ რომ აი რაღაცა წინადადება რომ ითქვას, გავოგნებულ ვარ, უბრალოდ ისე ცუდად გადაუთარგმნიათ. აი ასე რომ სულ რო არასწორად გიგებენ და მე პრობლემებს რო გიქმნიან და წინ რო გეღობებიან. აი ეს ყურადღება არ მიაქციო მაგას რო ვერ უშველის, მაგაზე ვერ თანხვდებით. აი კი ბატონო, ეხლა რა სჭორაობენ, მაგას არც მივყვებოდი არასდროს, არც მინერვიულია მაგაზე, მართლა შემიძლია დავიფიცო და არც ასე ვთქვათ, ხო, თვით შეფასებაზე ხო არაფერს არ უმოქმედია საერთოდ, აი როგორც უნდა მივეჩექმე ვიღაცას და როგორი ცუდიც უნდა ეთქვა ჩემზე ვინმეს და თუ სხვა ჩაგრავ და არ დავეცავი, მაგას კი შეიძლება ნერვული სისტემა დამიზიანა კი, როგორ არა, რაც საკმაოდ დიდხანს გამყვა და რაღაც მომენტში დღემდე ვიმკი მაგის შედეგებს, რომ აი როცა მიჭირდა და ვიღაცა შეურაცხყოფ და სხვები შორიდან მიყურებდნენ და არავინ არ დამიცვა და ხელი ასე ვთქვათ სამართლიანობა არ გამოიჩინა რა. ნერვული სისტემა კი ბატონო, მაგრამ თვით შეფასება და ჩემი თვით აღქმა და რაღაცა არ ვიცი, იმის შეგნება საერთოდ ვინ ვარ და რას წარმოვადგენ, მაგისთვის არაფერი არ უქნია, არაფერი არ დაუზიანებია. აი ამ ყურადღება არ მიაქციოსაც, რომელიც ჩემი საძულველი ფრაზა არის საქართველოში და ზოგადად ისედაც, მაგრამ საქართველოში ესე მგონი რომ ძალიან ხშირად იციან მაგის თქმა. ეს ყურადღება არ მიაქციო არის დღემდე რაღაც როგორც შეუდარებელ სიბრძნედ გამოყვანილი და რით ვეღარ გადაიფიქრეს ან უფროსებმა ან ბავშვებმა ვერ გავიგე. არ ვიცი რა კომფორტი უნდა იპოვო მაგაში, არ ამგონია რომ თავის თავს როცა მაგას ეუბნებიან ვინმე დამშვიდდეს რა. ან შეიძლება პირიქით ზუსტად მაგიტომაც არის რომ თავის თავს მუდმივად ეგრე ელაპარაკებიან, ამბუნათებენ და ასე ვთქვათ სუდანაშაულის გრძნობა აქვთ ყველაფერზე და უხარიათ როცა ვიღაცისთვის საშუალება აქვთ რომ ვიღაცას მოაკეტინონ მაგ ფრაზით, გეგონება რაღაცა არ ვიცი, ვაჟაფშაველას სიტყვებს და შოთა რუსთაველის სიტყვებს გაუბნებიან რა. თან რო შემიხედავს გამომეტყველებაზე ისე ამაყობენ ხოლმე თავის თავით, რომ აი ძალიან მეცინება რა. სკოლაში და საჯარო სკოლის გადასახედიდან ვლაპარაკობ, საჯარო სკოლაში შეიძლება იმის თქმა, რომ არ გაქვს არც სხვისი დაცვის უფლება და არც საკუთარი თავის დაცვის უფლება, მაგრამ თუ თავს არ დაიცავ, დებილი ხარ და პასუხისგაცემა არ იცი, ესე გეტყვიან პირდაპირ მოგახლიან, ყველა შეუძლია შეგიზიზღოს და აი აგდებით გელაპარაკოს, იმიტომ რომ ხა ვერ გამოიჩინა და თავი ვერ დაიცავი მაგის გამოც და
იმის გამოც რომ არასწორ მომენტში ჩაეჭერი და ვინ გეკითხებოდა რომ ვიღაცას იცავდი. მაგალითად ერთი შემთხვევა მახსოვს, რაღაცა წიგნი რომელსაც სკოლა არ არიგებდა, ჩვენ თვითონ უნდა გვეყიდა ბაზარში ან სადაც ვიშოვიდით და ჩემ ერთ კლასელს არ ქონდა ეს წიგნი ნაყიდი და მას შემდეგ რაც ნათქვამი იყო რომ ეს წიგნი გვჭირდება, დიდი ხანი იყო გასული მართალია, მაგრამ აი ვიცი, ნუ სხვადასხვა მიზეზით ეხა მე რა ვიცი, ჩემი რა საქმეა, არ ქონდა ეს წიგნი ნაყიდი და რო წავიდა იმაზე საუბარი და სხვა ბავშვებიც რო ჩაერთნენ და დაიცვეს ეს ბავშვი რომელსაც წიგნი არ ქონდა და თქვეს რომ სიძვერეა გარშემო და ან არ იშოვება წიგნი ან შეიძლება ოჯახს უჭირდეს და ვერ ყიდულობდეს, ამაზე წავიდა ისეთი კამათი და ისეთი არაადეკვატური თავდაცვა მასწავლებლისგან, რომ პირდაპირ კლანჭები გამოაჩინა, რასაც ქვია და მე ვინც დასაცავად ჩაერთო, იმას უთხრა გადი კლასიდან, უზრდელი ხარ და მე შენთან კამათი აღარ მინდა. აი, სხვას ეკამათებოდა რაღაცა წიგნზე და დამცველი გააგდო, ასე ვთქვათ რა. ჩემი შემთხვევაც მახსოვს, ნუ კი ეგეთი კიდე ბევრია, მაგრამ ეხლა ძალიან შორს წამიყვანს ეგენი რომ გავიხსენო. ერთი შემთხვევა ძალიან ცუდად და მწარედ დამახსოვდა, როგორც განსაკუთრებით უსამართლო. ეგეთი სისტემა იყო ერთ-ერთ საგანში, რომ ერთმანეთის საკონტროლები უნდა გაგვესწორებინა, არ ვიცი რას ემსახურებოდა საერთოდ ვიგე, უნდა დაგვეწერა ერთმანეთისთვის ნიშნები და მე მასწავლებელი რომ გაასწორებდა იმ ნაწერს, თუ დაემთხვეოდა ის ნიშანი, შენ შეგეძლო რომ შენთვის 10-იანს წერდა რა. აი მაგალითად მე რო გამესწორებინა ვიღაცისთვის და დამეწერა 8, მასწავლებლის თუ 8-ს დაუწერდა იმ საკონტროლოში, მე მივიღებდი ჩემ საკონტროლო ნიშანთან ერთად 10-იანს. აი არ ვიცი ვისთვის როგორ ჟღერს, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ იდიოტური სისტემაა და უბრალოდ აი მიზანს ვერ ვიგებ, რას ემსახურება. მოტივაცია არის, წახალისება თუ რა არის, არ ვიცი, აი ყველაზე აი მართლა ის სტერეოტიპულად იარლიყს კი არ ვაწებებ. აი მართლა იმ ზაკვარ და ვერაგ და ასევე ცუდ მოსწავლე ბავშვებს, რომლებს 5-ზე მაღლა ვერ ადიოდნენ, მაგის გამო რომ ნიშნებს ამთხვევდნენ ინტუიციით, ქონდათ ეწერათ 10-იანები რა. და ნუ კაი ეგ თავისთავად, ეგ კაი ვთქვათ გვერდზე გაწიოდა, ჩემი საქმე არ არის ვის რა ნიშანი ყავს, ხო? მე რომ გამოთქვი პროტესტი, რომ არ მინდა ჩემი საკონტროლო ვიღაცამ გაასწოროს და ეს ვთქვი მთელი კლასის თვალწინ, ისეთი უკმაყოფილება და აგრესია შემხვდა, რომ მე მარიამმა, რომელიც ყოველას ჩუმი ვეგონე და დამჯერი, როგორ გავბედე, რომ რაღაცაზე წინააღმდეგობა გავწიე და პროტესტი გამოვთქვი, აი ძალიან კარგად მახსოვს მასწავლებლების რეპლიკა, რომ უი შენ თურმე როგორი ყოფილხარ, დაუკვირდით, შენ თურმე როგორი ყოფილხარ, ეგეთები აღარ გამაგონო. აი რას ნიშნავს ეგ? ეგეთები აი თან რაღაცა გაკვირვებული აღშფოთება იყო, რომ ეს მე როგორ ვიკადრე რა, აი როგორ გავუბედე პროტესტი. ზოგადად ისე როგორც უნდა გამოგეთქვა პროტესტი, გინდა მშვიდად გეთქვა, გინდა ზრდილობიანად, გინდა უზრდელურად და ხმამაღლა ყვირილით, აბსოლუტურად ყველაფერზე ერთნაირი არაადეკვატური რეაქცია ჰქონდათ და სამწუხაროდ მე პატარობიდან მომყვება ეგ, რომ გარემოშიც მოვხვედრილ ვარ, ყველგან არაადეკვატური რეაქცია ჰქონდათ, აი უბრალოდ რა ბავშვის უფლებებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე ელაპარაკი, ელემენტარული ეთიკური და მორალური წესები არ იყო დაცული, დაუწერელი მორალური წესები რა. აი ჯერ ხო ისედაც აი წეღან რაც ვახსენე, რომ დაუსჯელობის სინდრომი გადადის უბრალოდ მოდის პირდაპირ უფროსებიდან, აი ეს ვინც არიან საჯარო პირები, მაგალითად მასწავლებლები, აღმზრდელები, აი ახალგაზრდებისთვის, ვინც სამართლიანად განსაკუთრებით საბჭოთა სისტემის ნაწილს წარმოადგენენ და საბჭოთა სისტემის მაგალითებს, მაგათ გამოდის პირველ რიგში, იმიტომ რომ ერთმანეთს არ სჯიან და ეგეთების ხელში რომ ბავშვები ჩააგდო, ბავშვების ბედი, ხო კარგად წარმოგიდგენიათ, რომელ სამართალზე და როგორ სამართლიანად გარჩევაზეა ლაპარაკი, როცა მართლა რაღაცა კონფლიქტია რა. და მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა უამრავ მაგალითზე, რომ მართლა 1 თუ 2 ცალი შემთხვევის გარდა და ისიც ვერ ვიხსენებ წესიერ რა როგორ მოხდა, ეგეთ 99% ყოველთვის უსამართლოდ წყვეტდნენ ხოლმე დავას განსაკუთრებით კორუმპირებული მოსამართლეებივით და ესე ვთქვათ, აი სამართალმა პური ვერ ჭამა ნამდვილად. მე რო სკოლაში ვიყავი ვერც ერთ შემთხვევაში რა. აი რო გაასაჩივრებდი რაღაცას, რომ ვიღაცამ დაგარტყა, ვიღაცამ რაღაც დაგიძახავ, რომ ვიღაცა წლებია სისხლს გიშრობს პირდაპირ მნიშვნელობით და აი გინდა რომ თავი დაანებო შენ ტაჯვას იმ ვიღაცამ, მაგაზე შენზე მოდიოდა აგრესია, რომ როგორ გაბედე და ეს ხმამაღლა თქვი, როგორ შეაწუხე ხალხი შენი პრობლემით და
იმ ჩაგვრელისთვის შეიძლებოდა რომ ძალიან შეიძლებოდა კი არა ყოველთვის ძალიან მსუბუქად ეუბნებოდნენ და ძალიან მსუბუქად ტუქსავდნენ ხოლმე. მარტო მაშინ უყვიროდნენ და აგდებდნენ და მაშინ მიიღებდნენ ხოლმე სანქციებს, როცა თვითონ პირადად ეშლებოდათ იმ ვიღაცაზე ნერვები რა. და ეგ ბოლომდე ეგრე შენარჩუნდა. ხო, მოკლედ ის უნდა ითქვას, რომ რაც უფრო სკოლის ბოლოსკენ მივდიოდი, ისე მოხდა, რომ ეს ვინც იყვნენ ამრევები, ვისგანაც ყველაზე მეტი ასე ვთქვათ, აი გაკვეთილების ჩაშლა მოდიოდა, ან ვიზეც აი ძალიან ბევრი დრო, ვის გაჩუმებაშიც ბევრი დრო იკარგებოდა, ასე ვთქვათ, და აი მართლა რაღაც აი ისეთ რაღაცებს აკეთებდნენ, რომ აი ძალიან არაბავშვურ რაღაცებს ჩადიოდნენ ხოლმე. და კი სჯიდნენ, მაგრამ არც ერთ სასჯელს მაგაზე არ უმოქმედია. ეს ხალხი, ესე ვთქვათ, სკოლის ბოლო კლასებში წავიდა სხვაგან გადავიდნენ და რაღაცნაირად ბოლო 2-3 წელი უფრო მშვიდად მახსოვს, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ნერვები მაინც აღარ მეძაბებოდა, იმიტომ რომ რაღაცა შეხლა შემოხლა და რაღაც უაზრობები გაიჭითებოდა რა. ხო და ისიც უნდა ვთქვა, რომ მე რაღაცა უფრო სენსიტიურად მოწყობილი ნერვული სისტემა მაქვს და როგორ გაწონასწორებულიც უნდა ვიყო, როგორც უნდა ასე ვთქვათ, ვამხნევებდე ჩემ თავს და რაღაცა აი ესე ვთქვათ, წესიარად რაღაცის გამოხატვის საშუალება რო არ არის და დაცლის. ეს მაინც რჩება როგორც ანაბეჭდი რა და ეგ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ აი ვახსენეთ წეღანაც დიდხანს გამყვა ძალიან ის, რომ მე ნერვებს მაწყვეტ და ვიღაც ან ვიღაცები და ამაზე არ რეაგირებდა არავინ. და აი მაშინ სკოლაში სწავლის დროსაც ხშირად გამიგე ეგ შედარება თვითონ ბავშვებისგან, რომ სკოლა არის ციხე. და ცოტა ზედმეტი მეჩვენებოდა ეგ შედარება გულწრფელი რო იყო, მაგრამ დღეს მე შემიძლია ვთქვა, რომ დამოუკიდებლად მივედი მაგ დასკვნამდე, რომ ნამდვილად ზედმეტი კი არ არის აბსოლუტურად სწორი შედარება, იმიტომ რომ ეს პოლიცია კი არა, მანდატურები და მასწავლებლები იქცევიან როგორც რაღაცა ბადრაგი, როგორც დაცვა ციხეში. და ყველა ბავშვი არის მართლა პატიმარი რა. და აი როგორც ხდება ხოლმე ციხეებში პატიმრები თუ ერთმანეთზე ძალადობენ ან ვინმეს ჩაგრავენ, ვიღაცას ამოიჩემებენ რაღაცის გამო, ამ ყველაფერს ყოველთვის უყურებენ შორიდან, აი თითქოს ერთობიან რა, ერთი ბატიმუტი აკლია გვერდზე თორე. აი მე პოზასაც ხშირად დავკვირვები ვარ, როგორ ისხდნენ და როგორ იდგნენ ხოლმე, როცა ასეთ რაღაცებს უყურებდნენ, აი თუ არ ასისხლიანებდნენ ერთმანეთს და უკვე ძალიან გასაშველებლად არ იყო საქმე, არავითარ შემთხვევაში არ ერეოდნენ და ამას უყურებდნენ როგორც რაღაც ნორმალურს რა. და ეხლა რა თქმა უნდა, ისიც გასაგებია, რომ ძირითადად ბიჭების ფიზიკურ ჩხუბს გულისხმობ, იმიტომ რომ აღზრდის გამო გოგოები უფრო სხვა, ესე ვთქვათ, ჩაგვრის მეთოდებს მიმართავენ ხოლმე რა. და როცა ვამთავრებდი სკოლას, აი თითქოს ის მომენტიც მქონდა, რომ რადგან აი ამდენი წლის განმავლობაში რაღაცა ერთი და იგივე გარემოს შეეჩვია და ერთი და იგივე ხალხს, თითქოს ისიც არ მინდოდა, რომ დამთავრებული იყო, იმიტომ რომ წინ არ იცი რა იქნება რაღაცა მომავალი კარგად დახატული არ არის შენ თვალწინ და არ იცი რას უნდა მოელოდე. სად როგორი ხალხი დაგხვდება არ იცი. და როგორ გამოწვევები, მაგრამ თან ძალიან მაინტერესებდა ეს ახალი გარემო, რაც იყო უნივერსიტეტი რა. აი მე-18 კლასში და მე-12 კლასის ბოლოს შეიძლება ვთქვა, რომ ჩემი მიმართ დამოკიდებულება ბევრად უფრო ადამიანური იყო, ვიდრე მანამდე. ეს გოგო აღარ ვიყავი და აი ეს ზედმეტად გულჩათხრობილი და რაღაც აი ჩემთვის შემზღუდავი კი არ არის პიროვნულად, აი რამე ეგეთი რომ დაუძახიათ. მაგრამ მე მგონი მაქვს ხო უკმაყოფილების გამოხატვის უფლება, იმიტომ რომ ერთი და იგივე სხვადასხვა ადამიანი რომ ერთი და იგივე ნაირად იდიოტურად რო აღიქვამს და აშკარად თვითონ რო აქვს რაღაც კომპლექსები და პრობლემები. ეს ხო გამოსასწორებელი, აი რატო არის ჩემი უკმაყოფილო რეაქცია უფრო მეტი პრობლემა, ვიდრე ვიღაცები რო რაღაც იარლიყებს გაწებებენ და რაღაც სახელდებებს რო გირჩევენ თავისი კომპლექსების შესაბამისად. აი სულ რაღაცა ის ხდება. თავს აიდენტიფიცირებენ იმის საშუალებით, თვითონ რომელ ჯგუფში არიან და ვინმესთან დამეგობრებულები არიან თუ არა. და ეს უმეგობრობა და მარტოყოფნა საქართველოში იმხელა ტრაგედია და პრობლემად ითვლება, რომ მუდმივად ყველა ცდილობს რაღაცა ქირურგიული ოპერაცია ჩაგიტაროს თითქოს, რომ გამოგასწოროს და გადაგაკეთოს. აი ჩემზე უბრალოდ არ შეწყვეტილა, საერთოდ არ შეწყვეტილა
ჩემი გადაკეთების მცდელობები და ჩემი რაღაცა გაშიფრვის მცდელობები სულ და საკმაოდ უტაქტოდაც ხშირად მთელი სკოლის წლების განმავლობაში რა. აი ინტროვერტი რო ხარ, გინდაც მორცხვი რაღაცა, რავი, როგორც არის. ხალხი ხო არის, რომ მართლა მორცხვია. მე მორცხვი არ ყოფილვარ. არც ვიცი ეგ რა შეგრძნებაა და რა არის საერთოდ. ან აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები, რომლებიც ასევე გულჩათხრობილების კატეგორიაში გადიან სამწუხაროდ, ან სხვადასხვა მიზეზის გამო ბრჭყალებში ჩუმი ადამიანები ხო ხვდებით რას ვამბობ, ჩუმს როგორც ერთ იმას და თან ბრჭყალებში ვიყენებ როგორც ერთ სიტყვას. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა მიზეზით, რატომაც ვიღაც არის გამარტოებული, ხო? ჩემზე როგორც ინტროვერტზე თუ რაღაც საშინელებები, რაღაც ცუდ სიტყვიან და იჭორავებენ, აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებზე კიდევ უფრო უარესებს სიტყვიან, იმიტომ რომ იქ არის რაღაც მეტი თავისებურება, მეტი ნევროლოგიური განსხვავება და ასე შემდეგ, სხვადასხვანაირი რეაგირება სიგნალებზე რა. ხო და არანაირად არ მგონია აი ეს ბრბორაზეც გაბრაზდება იმაზე, ასე ვთქვათ, იმის ჩათვლა, რომ აი დიახაც მორალურად სწორია, რომ ეს საზოგადოება სულ ცდილობდეს შენ გამხიარულებას რა. საერთოდ არავის არ სჭირდება თქვენი გამხიარულება, თქვენ თვითონაც არ იცით, იმიტომ რომ კომუნიკაბელურები არ ხართ სინამდვილეში. ისეთი ადამიანი, რომელსაც ეშინია მარტოდარჩენის და ვისაც უკვე დიდი ხანია იცნობს, იმათ მეტს ვერც ვერავის ვერ ელაპარაკება, მაგრამ თან ამ დროს სულ ცდილობს, რომ ვიღაცების სტიგმატიზება მოახდინოს მარტოყოფნის გამო. საერთოდ მე მაგალითად თამამს და კომუნიკაბელურს ნახდად არ დაუძახებდი, მაგრამ ბევრი ქართველის თვალში ეგრეა. თუ ჩემ გარშემო სულ ხედავთ მაგ მაგალითებს, მე აუცილებლად თითს მიშვერდნენ და უკმაყოფილოდ მიყურებდნენ, როგორ ბედავდი გულჩათხრობილობას და ვინც სულ ვიღაცებთან ერთად იყო, სულ სამეგობრო ჯგუფთან და სულ სხვა ადამიანებთან ერთად, ის კომუნიკაბელურიც იყო, თამამიც იყო, საყვარელიც იყო, გახსნილიც იყო. და შენ, სანამ ისე არ გაიხსნებოდი, როგორც თვითონ მოეწონებოდათ, იქამდე არაფერს არ წარმოადგენდი და ადამიანადაც არ გთვლიდნენ წესიერად რა. აი რაც შეეხება უნივერსიტეტს, ხო? იმდენად დაღლილი ვიყავი უკვე პირველი კურსის პირველ სემესტრში რო ჩავაბარე, იმდენად დაღლილი ვიყავი ამ უაზრო ხალხთან ურთიერთობით, აი შემიძლია პირდაპირ თქვა და ძველნაცნობებს თუ უნდათ ეწყინოთ, სანამ უნივერსიტეტში არ ჩავაბარ, მე იქამდე აი მომწიფებულ და ნორმალურ ხალხთან, ნუ მუსიკალურ სკოლას თუ არ ჩავთვლი გარკვეულწილად, მე უბრალოდ ურთიერთობა არ მქონია. აი ხალხი, რომელიც არის მართლა რაღაცა ინტერესიანი, მრავალფეროვანი, მრავალმხრივი, ჰუმანურად გექცევიან და კიდევ უამრავი რამე რა. ეს ყველაფერი ფაქტობრივად გამოცდილი არ მქონია, სანამ უნივერსიტეტში არ ჩავაბარე. და პირველ სემესტრში უფრო ისე ვიყავი, აი ახალი გარემოს ცვლილება და ეს ყველაფერი ხო გასაგებია ეხლა, რომ ყველას გამოუცდია იგივე, ხო? თავიდან ვიღაცას შეიძლება ძალიან ეშინოდეს, ვთქვათ. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ხალხის შემშინებია უდესმე და არც ურთიერთობების არ მეშინია, უბრალოდ განწყობის და ხალხის ტიპაჟების მიხედვით ვიწყებ სხვებთან ურთიერთობას. და ჩემთვის რამდენად სენსიტიურობის მხრივ, რამდენად ესე ვთქვათ, რამდენად მივესადაგები ვიღაცებს, იმიტომ რომ ყველაფერზე სულ რო იცინიან და ძალიან ხმამაღალი 24 საათი ძალიან ხმამაღალი ხალხი არ მძულს, მაგრამ არც მუდმივად არ შემიძლია ასეთი ხალხის გვერდით ყოფნა, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, ძირითადად ერთი და იგივე ტიპაჟები ერთმანეთს ელაპარაკებიან ხოლმე და შენ თუ უფრო ჩაფიქრებული ხარ და უფრო ჩუმი, აი ვერ ვიტანა, აი არ მინდა რომ ჩემ თავს ეგრე დაუძახო, მაგრამ ნუ სხვა სიტყვას ვერ პოულობ, სხვა სინონიმს. შენ თუ უფრო ჩუმი ხარ, ავტომატურად ოდნავ გაირიყები, ავტომატურად. და თავის დაუნებურად აკეთებენ ზოგჯერ მაგას. ხო და აი რაღაცნაირად წინასწარ გაბრაზებულივით ვიყავი თუ რაღაცა, რომ აუ ახლა აქაც არ დამხვდნენ ეგეთები და აქაც არ დამიწყონ, რომ აი ეს მარიამი ნეტა ვინ არის და აი რას წარმოადგენს რა. ხო და უნივერსიტეტზე კარგი აქვს ჩემი პირადი გადასახედიდან, რომ აი იმ ხალხთან ერთად, რომელიც შენაირი პროფესიის იქნება 4 წლის მერე, უფრო მეტ რაღაცაზე ლაპარაკის საშუალება არის, მეტი აზრების გაზიარების საშუალება
და ეხლა არ ვიფიქროთ, რომ სკოლის გამოცდილებას ვაკნინებ რამენაირად, ესე იმიტომ რომ მე რაღაცეები არ მომეწონა ჩემს გამოცდილებაში, ხაზს არასდროს არ გადაუსვავ. მე ხაზი არ გადამისვია ესე პირდაპირ არაფრისთვის. მე ისეთი მაგალითებიც ვიცი, რომ ჩემივე სკოლაში ისევ, ოღონდ სხვა კლასებში იმდენად ახლოს იყვნენ ერთმანეთთან კლასელები, რომ ერთმანეთის ფაქტობრივად საუკეთესო მეგობრები არიან და დღემდე ამდენი წელი გავიდა, რაც სკოლა დაამთავრეს და დღემდე ვხედავ, რომ ძალიან შეკავშირებულები არიან, ახლოს არიან და არ მოშორებიან ერთმანეთს. რაღაცა სავარაუდოდ ბევრი ნიშნულოვანი ცხოვრებისეული მოვლენაც ერთად აქვთ გავლილი, რაც ძალიან მაგარია. და აი უფრო მაგასთან შედარებით ვიყავი, მაგ მდგომარეობას რომ ვადარებდი, მაგიტო ვიყავი ხოლმე. უკმაყოფილო და იმედ გაცრუებული, რომ აი რაღაცა თუ საუკეთესო მეგობრების არა, კეთილგანწყობილი ურთიერთობა მაინც ყოფილიყო და რაღაცა ოდნავ მეტი სიახლოვე ვიდრე იყო რაღაცა კლასელებს შორის, კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა. აი უფრო ნაკლებად დაშტამპულები ყოფილიყვნენ და უფრო ნაკლებად შეშინებოდათ ბჭყალებში მარტოსული ადამიანების სხვებს რა. მაგრამ ეხლა თუ მარტო არასდროს არ დარჩენილ ხარ, გეშინია უმეგობრობის, მიტოვების და თიც იშვერ გულჩათხრობილ ხალხზე, რომ რა სჭირთ და რატო ვერ გამოდიან ნაჭუჭიდან, რა თქმა უნდა არასდროს არ გეცოდინება ის მარტოსული სინამდვილეში რას განიცდის და შეიძლება რომ სრული კომფორტიც იყოს იმისთვის მარტოობა, ხო, ამიტომ არ მიყვირს. აი უნივერსიტეტში მართლა აღფრთოვანებული ვიყავი და დღემდე ეგრე ვარ. ორ ფაკულტეტზე ვიყავი, ჯერ ერთზე და მერე შიდა მობილობით მეორეზე გადავედი და ორივეზე ერთ იგივე მდგომარეობა იყო ჩემთვის, ჩემი აღქმით, რომ ყველა ინდივიდუალური თან რაღაცით საერთო მახასიათებლების მქონდა, ყველა საინტერესო, ყველა უნიკალური, ყველა ბავშვი რაღაცა ინტერესიანი, ჩამოყალიბებული, მრავალმხრივი, აი დისკუსიების დროსაც, თვითონ ლექციების და სემინარების დროს იმ ხელა ცოდნას ავლენდნენ ხოლმე ხშირად, რომ აი მართლა გაუგნებული ვიყავი, როგორ მოახერხეს, რომ 17-18 წლამდე რაღაცა ამდენ რაღაცაზე იფიქრეს, თქვათ, ამდენ რაღაცის მიზეზშედეგობრივი კავშირი იპოვეს, ამდენი წყარო იციან. ნუ ეხლა იქ ყოველთვის არის სივრცე, რომ რაღაცების დახვეწო და ვიყავით კიდეც დასახვეწები, ასე ვთქვათ. რაღაცა რო უყურებდი სხვებს, თითქოს პირველ სემესტრში უფრო დაძაბული იყო უმეტესობა, რომ აი თითქოს ახლოს არ უშვებდნენ ერთმანეთს და ცოტა მეტი სარკაზმი და რაღაცა წერვული დამოკიდებულებებიც იყო რაღაცებზე. ყოველ შემთხვევაში შეიძლება თვითონ არ შეუმჩნევიათ, მაგრამ გარედან ესეთი შთაბეჭდილება რჩებოდა. ხო და აი ნელ-ნელა რომ დამშვიდ და ყველა და უფრო რომ დაუახლოვდნენ ერთმანეთს და რაღაც უფრო კარგად გამოჩნდა ყველას ხასიათი, ვინ როგორია პიროვნება სინამდვილეში, ვინ რაღაცა რომელი გზით მიდის, ვის რა პროფესია შეეფერებოდა რაღაცნაირად ამ უნივერსიტეტის წლები მაგისთვის არის ზუსტად, რომ ამ ყველაფერზე შეჯერდე და ხო, თუ ვერ შეჯერდები, ეგეც არ არის პრობლემა. არანაირად არ არის აუცილებელი 22-21 წლის რომ დაამთავრებ უნივერსიტეტს, აბსოლუტურად ყველაფრის გეგმა წინასწარ გქონდეს ჩამოწერილი. მით უმეტეს ეხლა დღეს ისეთ მოვლენებს უყურებთ გარშემო, რომ ისიც არ ვიცით, საერთოდ უნივერსიტეტები იარსებებს თუ არა ამ ქვეყანაში და სკოლები, ხო და საერთოდ არ მიკვირს არავის გაურკვევლობის და მომავლის შიშის და არც ჩამოუყალიბებლობის, რაც პრობლემა ნამდვილად არ არის, უფრო რაღაცა ნეიტრალური უნდა იყოს ეს ჩამოუყალიბებლობა. ხო, მოკლედ არ მეგონა ამდენი თუ გამომივიდო, ამდენს თუ ვილაპარაკებდი, ვიფიქრე უფრო ხანმოკლე იყოს და მოკლედ ჩავატევ მეთქი, მაგრამ ყველაზე მოკლედ რაც კი შემიძლია აშკარად ესე გამოდის. ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო რომ გამევრცო რაღაცეები, უფრო მეტ ხანს ვილაპარაკებდი ალბათ 2 საათს, 2 საათნახევარს მაინც. ხო, მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ უნივერსიტეტში განსაკუთრებით ახლა სადაც ვარ, მაგისტრატურა ბაკალავრიატისგან იმით განსხვავდება, რომ ბაკალავრიატზე, ნუ ისიც შეიძლება, რომ 1000-ში ერთხელ ვინმე უფროსმა ჩააბაროს, ან 30 წლამდე ადამიანმა, ან კიდევ უფრო ხანში შესულმა, რანაირად გამომივიდა.
პირდებით 30 და 40 წლისებს აქ თვლით ხანში შესრულებად მართლა ვამბობ გეფიცებით. ხო, მოკლედ, ხო იყო ეგეთი რამდენიმე შემთხვევა, რომ 50-60 წლის და უფროსმა ადამიანმა ჩაბარ ბაკალავრიატზე და მაგალითად გულისხმობდი, რომ ხანში შესულებიან თვითონ სტუდენტებზე უფროსი ვინც არის ბაკალავრებზე, მაგათ ჩააბარონ მეთქი ბაკალავრიატზე და მაინც მაგის მიუხედავად ბაკალავრები ძირითადად ერთი ასაკის არიან სკოლიდან ახალ გამოსული ბავშვები და მაგისტრატურაზე ის განსხვავება, რომ მეტი ასაკობრივი სიჭრელეა და ეს პრობლემა აღარ არის, რომ ვიღაცამ რამე არაადეკვატურობა ჩაიდინოს და რაღაცა უპატივცემულობასთან გქონდეს საქმე, შენ გექცეოდოს ვიღაცა უპატივცემულოდ, ვიღაცასთან დალაპარაკება შეუძლებელი იყოს და ხო, რა თქმა უნდა, რაც წლები გავიდა, მე საერთოდ არ მინდოდა რომ ეგრე ყოფილიყო, როცა შედარებით დაბა კლასებში ვიყავი, მე მეგონა რომ ცოტა გაუმჯობესდებოდა მდგომარეობა და უფრო წესიარად იქნებოდა ყველაფერი ურთიერთობების მხრივ. მართლა გულწრფელად ვამბობ, განსაკუთრებით ბოლოს არის მერე და ასე შემდეგ, მართლა მქონდა იმედი, რომ ცოტა სხვანაირად წავიდოდა ყველაფერი და რისი საშუალებაც არ მოგვეცა ან მე არ მომეცა ვთქვათ სხვებთან წესიერად დაახლოების საშუალება, იმედი მქონდა, რომ აი რაღაცა ამ ზრდასრულობის ახალ ეტაპზე უფრო შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ეგ მაგის ნახევარი კი არა, საერთოდ არაფერი არ გამოვიდა მაქედან. აი 7 წელია სკოლა მაგ დამთავრებული და ძალიან ისე განზოგადებულად რო ვთქვა, არ ვიცი, უბრალოდ ქუჩაშიც კი აღარ შეხვედრივარ არავის და უბრალოდ სხვებისგან რო გამიგია, უფროსი თაობებისგან იგივე, რომ კლასელებთან აღარ ურთიერთობენ და რაღაცა 20 წლის მერე ძლივ შეხვდნენ ერთმანეთს და გამარჯვების თქმით იცნობენ მარტო ერთმანეთს, ეგრე არ მინდოდა რომ ყოფილიყო, თუმცა ახლა მე ერთი ადამიანი 18-19 სხვა ადამიანს რას გავაკონტროლებ, ან რა ჩემი გასაკონტროლებელი და სანერვიულოა, ეგ უბრალოდ აი მე უფრო სხვა ასპექტში ვამახვილებდი მაგაზე ყურადღებას, აი ეგ რო შევიგნე საბოლოოდ რომ მივიღე ეგ რეალობა ცოტა ხნის წინ, რომ ვიღაცებისგან როგორი ინდივიდუალური აღებული, როგორი კარგი ადამიანებიც უნდა იყვნენ, არ უნდა ელოდო ეტყობა ბევრს, თან გააჩნია კიდე როგორები არიან. აი ერთმანეთთან თუ ახლოს არიან ის პატარა ჯგუფები და ის ერთად აღებული პატარა ჯგუფები სულ ყველა ერთად. მაგათ ესეთი ხალხისგან არც უნდა ელოდო, რომ რაღაცა თვითონ გადმოდგამენ ნაბიჯს და თვითონ გამოვლენ კომფორტის ზონიდან იმისთვის, რომ შენ რაღაცა შენთან მეტი სიახლოვე გქონდეს. ეხლა ამდენი წელი რო ერთად გატარებული ყოველ შემთხვევაში თუ რაღაცა იდეალურ არა, ნეიტრალურ და ნეიტრალურ დადებით ხალხთან რაღაცა ის გექნება. მით უმეტეს აი რაღაცა ისეთი გაზიარებული თბილი მომენტების მერე იქ რაღაცა სადღაც წასვლა ერთ ქალაქ გარეთ და ბოლოზარი და ასე შემდეგ. რო იცი რომ ერთ უნივერსიტეტშიც კი არ იქნებით, აი მაქედან გამომდინარე ვამბობ მაგ მდგომარეობას, რომ რაღაცა იმედი გააქვს, რომ და მე მქონდა ძალიან დიდხანს ეგ იმედი, რომ სხვანაირად იქნებოდა, რაღაც შეკრებაც იქნებოდა და ყველაფერიც, მაგრამ არ ყოფილა და არ ვიცი, აი მუთმილებში რო აჩვენებენ ხოლმე რა, აი უდაბნოში რო რაღაცა გორგალი გადააქვს ქარს და ქარის ხმა რო ისმის მარტო და რაღაცა რო დაგორავს ძირს რაღაც ბულულები, აი ესეთი მდგომარეობა არის, ეგ შემიძლია ნამდვილად ვთქვა რა. ხო და გავეშვი მაგ ყველაფერს, უბრალოდ გაბრაზებული ვარ, პირდაპირ ვიტყვი, გაბრაზებული ვარ იმაზე, რომ აი ესეთი რაღაცების მერე აი მე მიცდია ინიციატივის გამოჩენა ბევრჯერ, აი რაღაც მომენტში ხო აი ეგეც კომფორტიდან გამოსვლა ჩემთვის, რომ ვიღაცებს უთხრა, რომ აი მით უმეტეს ისეთ ვიღაცებს, რომლებიც წესიერად არ გიცნობენ და შენთან არ არიან დაახლოებულები, რომ აი ხო არ შევიკრიბოთ. ხო და იმდენად ბევრი იყო ეგეთი შესაძლებლობაც ხელიდან გაშვებული და იმდენად არ ყოფილა პასუხი და იმდენად ნელა მიინავლა ყველაფერი, რომ აი სერიოზულად გავღიზიანდი იმაზე, რომ ამის მერე ვიღაცა ერთუჯრედიანები კიდე მე და ჩემნაირებს დაუძახებენ, ესე ვთქვათ, ზედმეტად გულჩათხრობილებს, ზედმეტად მარტოსულებს და აი ეს ხო ისეთია, რომ ყოველთვის აი არავის არ ელაპარაკება და აი რა სჭირს, აი გაიხსნას ცოტა რა და აი გამოვიდეს ნაწუჭიდან ცოტა გამხიარულდეს რა. აი
ეგ მაგ ასპექტში გავღიზიანდი უფრო, თორე მართლა კი არ უნდა შემაბერდეს მე ვინმე, არ მე კი არ უნდა შევაბერდე ვინმეს და გამოვეკერო. მაგაზე საერთოდ არ მაქვს, მე უფრო აი ამაზე გავამახვილე ყურადღება რა, რომ აი რა გეძახიან ერთი და იგივე სისულელეს და ამ დროს ის სისულელე არიან თვითონ. ზუსტად ის იარლიყი და ის მახასიათებელი აქვთ თვითონ სიამდვილეში და უბრალოდ ძალიან ადვილია ეს თითების გაშვერა რა. ხო, ერთი მთავარი ის არის, რომ მე იდენტობას ვერავინ ვერ წამიშლის, ვერც წამიშალეს და რამდენჯერაც შეეცადნა ჩემ გადაკეთებას, მაინც ვერავინ ვერ შემცვალა და ვერ გადამაკეთა. ხო. მოკლედ, კითხვის სახე აქვს ამ ეპიზოდს, სკოლა ჯობდა და უნივერსიტეტი. მაინც უნივერსიტეტი ნამდვილად. და რა ვიცი, მაგის იმედი მაინც მაქვს, რომ ჩემ ყოფილ კურსელებთან არ გამიწყდება ურთიერთობა და რაღაცა არ ვიცი, საქმის მხრივაც თუ გადავუკეთებით, ეგ ხო საერთოდ ძალიან მაგარი იქნება და ძალიან საინტერესო. აი, მით უმეტეს ახლა ერთ და იგივე ფაკულტეტს ვინც ამთავრებს, ხო, მაინც კოლეგები გამოდიან, ხო, სულ სხვა სფეროშიც რომ იმუშაონ, მაინც ხო და აი, მაგის იმედი მაქვს ნამდვილად, რომ მეც მაგის შესაძლებლობა მექნება და არ დაიფანტება ყველა მით უმეტეს ამ რეალობაში, როცა აი არავინ არ იცის წინასწარ ვინ წავა სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, ვინ ასე ვთქვათ გაექცევა ამ რეალობას. ეხლა კიდე რაღაცა უფრო მეტად დგას და მძაფრად ეგ საშიშროება. ყველაფრის მიუხედავად, ხო, როგორიც უნდა იყოს საზღვრები მართლა სხვა პლანეტაზე და სხვა galaktikაში არავინ არ გადადის საცხოვრებლად და თუნდაც ეს იყოს სხვა ქვეყანა, პრობლემა და ტრაგედია არ არის და მე რა ვიცი, მე ყველანაირი კარგი და საინტერესო ადამიანისთვის, რომელიც მე პატივს მცემს, პატივისცემა პირველია ჩემთვის, იმიტომ რომ მე პირველ რიგში პატივისცემა და ნდობა მაინტერესებს ჩემი მხრიდან სხვისი. იგივეს მოვითხოვ სხვისგანაც და მე ყოველთვის ღია ვარ ეგეთი ადამიანების მიმართ. ახლა ვიღაცა ერთუჯრედიანებმა და მართლა საბჭოთა გადმონაშთებმა თუ ეგ ვერ გაიგეს, ეგ ჩემი პრობლემა საერთოდ არ არის. და არც რაღაცა კარგი ბავშვობის თუ სიჩუმის გამო გაფეტიშება ნამდვილად არავისთვის არ მithოვია და არც პირობითი სიყვარული და ესეთი რაღაცები რა. შენ ჯერჯერობით არ შეგეხები, სანამ ცუდი არ გახდები და შენ თუ ვიყოფილ ხარ და ესეთი სურელური დამოკიდებულებები, ეგეთ ხალხთან არც არაფერი მესაქმება და საერთოდ არ მიკვირს, რომ არავის მოსანახულებლად აღარ წავსულ ვარ და აღარ გამჩენია სურვილი, რომ გადავკვეთილიყავი მაგ ხალხთან, იმიტომ რომ ჩემი ნერვული სისტემისთვის და ცხოვრებისთვის ეგრე უფრო უმჯობესია, ჩემი მენტალური ჯანმრთელობისთვისაც რა. ხო, მოკლედ, ძალიან დავიღალე ლაპარაკით და შევხვდებით შემდეგ ეპიზოდებში. სხვათა შორის, ჩემი სახაზლო რუბრიკა რომ აქვს პოდკასტზე, შვიდობა, მაგის 7 ეპიზოდი რა თქმა უნდა გამოვა ახალი წლიდან შობის ჩათვლით და იმედი მაქვს თემები არ შემომაკლდება და რაღაც აი დღესაც ვარჩევდი და შევეცდები რომ უფრო ხო რა ვიცი საინტერესო იყოს. უბრალოდ აი შემდეგ წელს რა ვქნა ეგ არ ვიცი, მაგრამ წინასწარ რატო დავდოთ მაგაზე ვერ ხვდები. შემდეგ წელს ხო შეიძლება რომ რაღაც სახაზულ თემები ვერ მოვიფიქრო, თუმცა რაღაცას ვიზავ ეგ არაფერი. დროებით და მადლობა.